ჩინური ავტომობილების მწარმოებელ კომპანია BYD-ს, რომელიც ბოლო პერიოდში დრამატული ტემპით ვითარდება, ერთი საინტერესო სიახლე აქვს და ეს სიახლე უკავშირდება მისი ავტოპილოტის ტექნოლოგიას. ჩვენ როდესაც ავტოპილოტზე ვსაუბრობთ, უმეტესწილად ვახსენებთ Tesla-ს, მაგრამ ფაქტია, რომ ავტოპილოტზე Tesla-ს გარდა კიდევ ათასობით კონკურენტი მუშაობს და ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი, რომელსაც სურს პირველი გახდეს ავტოპილოტის წარმოების შექმნისა და დანერგვის მიმართულებით არის სწორედ BYD, რომელსაც ყველანაირი რესურსი აქვს იმისათვის, რომ რეალურად ამ მიზანს მიაღწიოს და კომპანია უკვე თავის ავტოპილოტში იმდენად თავდაჯერებული და დარწმუნებულია, რომ ერთ საინტერესო კამპანიას აანონსებს. მოკლედ, ამ კამპანიის შინაარსი დაახლოებით ასე გამოიყურება. თუ კი ავტომობილი მოხვდება ავტოსაგზაო შემთხვევაში, ავარიაში და აზიანებს რაღაცას, ან დაეჯახება სხვა ავტომობილს, ან თუნდაც პარკინგის პროცესში დააზიანებს ხვის ქონებას, ამ ყველაფერს აანაზღაურებს კომპანია BYD და არც სადაზღვევო კომპანია. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, BYD-ს მფლობელს შეუძლია დაზღვევა არც კი ჰქონდეს, თუ კი მას აქვს ჩართული ავტოპილოტის ფუნქციონალი, მაშინ უკვე სრულ ფინანსურ ასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს ჩინური კომპანია, რომელიც იმ შემთხვევაში თუ კი ავტომობილი რაღაცას დააშავებს, აანაზღაურებს ყველაფერს პირდაპირ პროპორციულად, მარტივად რომ ვთქვათ. ეს არის დაახლოებით ისეთი რამ, როგორიც იყო ერთ დროს 4 წლიანი გარანტიის გამოჩენა ავტომობილებზე, როდესაც მწარმოებლებმა დაიწყეს იმის თქმა, რომ თუ კი რამე გაუგუშტება ავტომობილს, ჩვენ თვითონ ჩვენი ჯიბით ავანაზღაურებთ. ამითი კომპანია იმაზე მიუთითებს, რომ ის საკუთარ პროდუქტში არის დარწმუნებული, სჯერა რომ მისი პროდუქტი გამართულად იმუშავებს, რადგანაც თუ არ იმუშავებს, მაშინ კომპანია ძალიან დიდ ფინანსურ ზარალამდე მივა და ამას თან მოხვდება ისეთი რეპუტაციული წნეხით, რომ შეიძლება BYD ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პროდუქტი ნამდვილად შთამბეჭდავად მუშაობს და თავად ამ პროდუქტს ჰქვია ღმერთთვის თვალი. ეს არის ასეთი ავტოპილოტის ტექნოლოგია, რომელსაც რამდენიმე ჩინური კომპანია ერთად მუშაობს და მარტო BYD არ არის ამ პროექტში ჩართული, მარტივად რომ ვთქვათ, ათასობით ავტომობილი ყოველდღიურად აგროვებს მილიონობით ტერაბაიტ მონაცემს იმისათვის, რომ ეს პროდუქტი სრულყოფილებამდე მივიდეს და როგორც BYD-ში ამბობენ, ეს პროდუქტი ამჟამად იყოფება ავტონომიურობის მეოთხე ეტაპზე, ამის შემდეგ უკვე მოდის მეხუთე ეტაპი, რაც ნიშნავს სრულ ავტონომიას, ანუ ავტომობილს რეალურად აღარ სჭირდება მძღოლი, მას მარტივად შეუძლია A პუნქტიდან B პუნქტში ადამიანის მიყვანა ისე, რომ მას მძღოლიც კი არ ჰყავდეს. ეს არის, რა თქმა უნდა, ყველა ავტომწარმოებლის მიზანი და ამ მიზნისაკენ, როგორც ვთქვი, უკვე იღწვის არაერთი კომპანია. მათ შორის ერთ-ერთი არის Mercedes-Benz-ი, რომელიც პირველი კომპანია იყო, რომელიც მეოთხე ეთაობამდე, მეოთხე დონემდე განვითარდა და განავითარეს საკუთარი ტექნოლოგია, მაგრამ დღეს ეს ასე აქტიურად არ არის დანერგილი, როგორც ჩინურ ავტომობილებში, რაც უმეტესად რეგულაციებით და სხვა მიზეზებით აიხსნება, ხო, ევროკავშირში ვერ იზავდა ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება ამ მეოთხე დონის ავტოპილოტის გატესტვა არის შტუტგარტის აეროპორტის პარკინგი, სადაც სპეციალურად აღენია ეს მანქანები, მაგრამ ნუ ეს ძალიან მწირე გამოყენება არის, ხდია იმ პოტენციალისა, რომელიც ამ ტექნოლოგიას აქვს. გაცილებით მარტივად ხდება ეს ყველაფერი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ავტონომიური მართვის გატესტვა უკვე დაიწყო Tesla-მ, წლებია უკვე ტესტავს Google-ის შვილობილი Waymo, რომელსაც ასევე მეოთხე თაობის თვითმმართველი ტექნოლოგია აქვს განვითარებული და ყველა დიდი ავტომწარმოებელი კომპანია კი რეალურად არა მხოლოდ ავტომწარმოებლები, არამედ სხვა ტიპის კომპანიები ავითარებენ სხვადასხვა სტარტაპის მეშვეობით სწორედ ამ ტექნოლოგიას, რადგან დიდი მაღალი გამავლობის ავტომობილები და ტრაილერები დაწყებული ჩვეულებრივი ყოველდღიურად გამოყენებად ავტომობილების ჩათვლით რეალურად ძალიან დიდია პოტენციალი ავტონომიისა და ავტომატიზაციისა და ამიტომაც ყველა ავტომწარმოებელი კომპანია ამას ხვდება. ვინ იქნება პირველი, რომელიც მეხუთე თაობას მიაღწევს, ეს ჩვენ არ ვიცით და როდის მოხდება ეს, არც ეს არის გასაგები, რადგან არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ სრულად თვითმმართველი ავტომობილები იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ყველა ავტომობილი იქნება თვითმმართველი, რადგან რობოტს ავტომობილის ტარება შეუძლია ძალიან სტერილურ პირობებში, ხოლო როცა ქაოსური არის მოძრაობა, როგორც თბილისში ადამიანური ფაქტორი სადაც არის. ან ხო, რაღაცა ბანგლადეშის, ან რაღაცა ინდოეთის რომელიმე ქალაქის ქუჩა რო იყო, იქ ფაქტობრივად შეუძლებელია რობოტისთვის არსებობა. ამიტომაც შეიძლება დაალაგებულ ქვეყნებში, გერმანიაში, შვეიცარიაში და თუ ამერიკის რაღაც ქალაქებში ეს ძალიან მალე ვიხილოთ ეს ტექნოლოგია, მაგრამ მისი სრული ეგრეთ წოდებული mass adoption-ი ალბათ უკვე რამდენიმე 10 წლეულის საქმეა სულ მცირე.